მე აქვე ვიმყოფები რა თქმა უნდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ და პირდაპირ მოდი დავიწყებ საუბარს პატიმრების ოჯახის წევრებთან. პირველ რიგში ჩემთან ერთად არის ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა, რომელიც მუდმივად არის ხოლმე რა თქმა უნდა რუსთაველზე, თუმცა დღევანდელი დღე ქალბატონი ლიკაშიც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით ჩვენ რუსთაველის გამზირზე. ზუსტად ეს მინდა რომ მკითხოთ ქალბატონი ლიკა, რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ბევრი ადამიანის ერთად დგომა და ისევ ამ მოთხოვნების დაფიქსირება, რაც უკვე ამდენი ხანია არის. უკვე გაუსაძლესი ხდება, ნამდვილად გაუსაძლესი ხდება ის რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ნამდვილი ავტოკრატია და არ ვიცი, ხალხი მე ვფიქრობ, რომ ხალხმა მეტად უნდა გააცნობიეროს, რაში მოგვიწევს ცხოვრება. უკვე ვართ ამაში, მაგრამ სულ უფრო და უფრო უარესი იქნება. რა თქმა უნდა, ერთობის დროა, ხალხი უნდა გამოვიდეს, ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ, რომ მე ყველაზე მეტად ახალგაზრდები მწყდება გული წინა აქვთ ცხოვრება და არ მინდა რომ აი ესეთ სიტუაციაში და დაახლოებით როგორც ჩეჩნეთშია, ესეთ სიტუაციაში იცხოვროს ჩვენმა ახალგაზრდებმა. ეხლა არის ერთობის დრო. და არ განებდით თქვენგანაც და ზუსტად ეს არის. არა, არ დავნებდებით. ძალიან დიდი მადლობა, არ დავნებდებით, სწორედ ასეთია განცხადებები ამ ადამიანების და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ამ ვითარებას და ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში განიცდიან პატიმრების ოჯახის წევრები და კიდევ ერთი მათგანი ლაშა კაცია, ნიკა კაციას, ჩვენი კოლეგის ძმა არის ახლა ჩვენთან ერთად და მასაც ვკითხავთ ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე, რაც ხდება გარეთ, მოდი ესე ვთქვათ და სასამართლოშიც რა თქმა უნდა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია დღეს ქვეყანაში, სასამართლოს შენობა და დარბაზები და მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის გამზირი, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ერთობა ერთმანეთსაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც კიდევ ერთხელ დავანახოთ? პირველ რიგში ხო ჩვენი ბრძოლის გზა გადის მართალ რუსთაველზე და გადის სასამართლო პროცესებზე და ერთ რამეს ვიტყვი აუცილებლად უნდა ვთქვა. ჩემს ყოველთვის გართულება აქვს, ხომდაც ყოველთვის იძახის, რომ პირველი დასაცავი თუ რამე არისო, არის თავისუფალი სიტყვა და მედიაო და ვფიქრობ, რომ შენ ნათელი მაგალითი ხარ იმის, რომ რამდენი ტელევიზიასაც არ უნდა დახურო, რამდენი კამერასაც უნდა შეუშალონ ხელი, თქვენი სიტყვა მაინც გაისმება ეთერებში, მაინც მივა ხალხამდე და მივა ის სიმართლე, რომელსაც ყოველთვის აჩუქებდით და ჩვენც არ ვიცი, რუსთაველზე იქნება, სასამართლო დარბაზში იქნება, არ ვიცი, სხვადასხვა გზაჯვარედინზე იქნება, თუ არ ლოკაცია მრავალი არსებობს, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ბიჭებისთვის, სამშობლოსთვის და ყველაფერი მართლისთვის, რისთვისაც აგერ უკვე არ ვიცი 200 დღეზე მეტია ვიბრძვით ქუჩაში. ძალიან დიდი მადლობა, ხო იმის მიუხედავად რომ სასამართლოშიც უკრძალავენ უკვე მედიას მუშაობას და ძალიან კაცრი შეზღუდვებია, რა თქმა უნდა, ყველანაირი ინფორმაცია მივა მაინც მაყურებლამდე და ნიკო ცეცხლაძე ასევე ჩემთან ერთად, რომელიც მუდმივად უკვე 214 დღეა არის ამ პროტესტის მონაწილე და დაუღალავად არის ხოლმე რუსთაველის გამზირზე. თქვენს გვითხარით დღევანდელ დღეზე რამდენიმე სიტყვა, რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს საქართველოს დადექი, ესეთი არის მოწმობა. დიახ, საქართველოს დადექი ერთად უნდა დავდგეთ, ძალა ერთობაშია და ვერ გავყეხავენ, გამორიცხულია. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მე ვარ დარწმუნებული იმაში, ეს არის დღეს ეს პროტესტია, მაგრამ 214 დღეა ეს გაგრძელდება ეს პროტესტი, სანამ არ მივახდეთ მიზანს. არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, განწყობა ყველა ადამიანის არის იგივე, რასაც ახლა ეთერში ისმენდით. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და შესაბამისად მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად. მადლობა უთხრათ ქეთას და მის რესპონდენტებს, ადამიანებს, განსაკუთრებით პატიმრების მშობლებს, მათი ოჯახის წევრებს, ამ მხრივ განსაკუთრებით ქალბატონი ელენეს მიმართ პატივისცემა, უბრალოდ ქალბატონი ლიკას მიმართ პატივისცემა, იმიტომ რომ მართლაც დღევანდელ რეპრესიულ გარემოში განსაკუთრებული შემთხვევა ამ ოჯახის მდგომარეობა სრულიად უდანაშაულოდ ანდროზის ციხეში ელენე შიმშილობს, მით უმეტეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ყველას ძალიან გვაღელვებს და საოცარია მართლაც ამ ადამიანების მხნეობის ასეთი გამოხატულება შეუპოვრობის და მე ვიტყოდი თავდადებისაც.